12 დეპუტატი გახარიას პარტიიდან თავად გახარიას ჩათვლით. შატალოზე იყო ერთი სესია, აცდენდა ყველა სხდომას. მიუხედავად ამისა, იღებდნენ პარტიულ დაფინანსებას, არ იღებდნენ დეპუტატის, არ ვაძლევდით მათ დეპუტატის ხელფას, თუმცა ისინი იღებდნენ პარტიულ დაფინანსებას უსაქმურობაში, საერთო ჯამში. და რა თქმა უნდა უსაქმურობას ქართული ხალხი ვერ დაუშვებს და ამის შესაძლებლად ბერკეტები არსებობს კანონმდებლობაში. განხილული იქნება მათთვის მანდატების შეწყვეტა და რა თქმა უნდა მათ შეუწყდებათ მანდატები. აღარაფერს ვეღარ გამოასწორებენ, უკვე გასცდენილი საკმარისი გაცდენები აქვთ. მთავარია რომ ჩვენი ლეგიტიმაცია არ ქონდეს ამ პარლამენტს. ჩვენ ამ თვალსაზრისით ვართ თანმიმდევრულები პირველივე დღიდან. და მე მგონი უკვე ყველა წმუნდება, რომ რასაც ვამბობთ, იმას ვაკეთებთ. კიდევ ვიმეორებ, მანდატების გაუქმება, ეს არის პროცედურული საკითხი. კი ბატონო, ამ პროცედურები კიდევ ვიმეორებ, არ ეშლებათ მათ. და მიყვებიან ამ პროცედურებს და რასაც გააკეთებენ, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. გაუქმებენ. სიები ჩახსნა არ არის აქტუალური საკითხი. ჯერჯერობით ჩვენი ლეგიტიმაცია არ აქვს ამ პარლამენტს, ისიც რომ ჩვენ ბოიკოტს უცხადებთ ამ პარლამენტს. რასაც გრძელდება, არაფერი აქ სიახლე არ არის.